მოგესალმებით, თქვენ უყურებთ 37 ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. ჩვენ კი ამ გადაცემის წამყვანები, მე გიორგი დარჯანია, ირაკლი სარალიძე, რეზი ქოიავა, გახლავართ. პრინციპში შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ გავლილ ტურზე. შაბათ-კვირავს ჰქონდა ძალიან საინტერესო ტური და ყველა ჩემპიონატში იყო რაღაცა ტოპ თამაშები, რომელსაც დღეს აუცილებლად შევეხებით და ბევრი დრო რო არ დავკარგოთ, მოდი დავიწყოთ მადრიდული დერბით, იმიტომ რომ მაინც ყველაზე მაგარი თამაში ალბათ იყო მადრიდული დერბი, სადაც ატლეტიკო მადრიდმა ჩემდა მოულოდნელად პირადად გაანადგურა მადრიდის რეალი. ნუ ისეთი ანგარიშია 5-2 ეთქმის გაანადგურება. ხომ ეთანხმებით? გაძუყდნენ. რეალის ფანებს არ გაუხარდებათ ეს დიდად და არ გეგონოთ, ეხა ჰეითერი ვიყო მე პირადად მადრიდის რეალის, მაგრამ ნუ რაღაც პონჩი ვეთანხმები ირაკლის რა. სიმეონემ დაჩაგრა აშკარად ჯაბე ალონსო და ანუ შექებას იმსახურებს სიმეონე, თუმცა ამჯერად იმიტომ კი არ იმსახურებს შექებას, რომ რაღაცა მაგარი ავტობუსი დააყენა და კარგად იცავდა თავს, ის გამოც ბევრი ახეითებს სიმეონეს, მაგრამ მე მაგის გამოც მიყვარს, იმიტომ რომ თუ რამეს ანუ რაღაცას თუ ხედავ რომ გამართულად თამაშობენ, თამაშობს გუნდი, მე ის მომწონს. მე შონ დაიჩის ბარლიც ძალიან მომწონდა, რომელიც ბურთს აგდებდა შორს, იმიტომ რომ იქ რაღაცებს მერე იბრძოდნენ და რაღაც, იმიტომ რომ სხვა არ შეეძლოთ. ხო, მაგრამ ეს შეეძლოთ კარგად და ანუ გუნდს ჰქონდა რაღაც გამოკვეთილი სახე და სურათი და აი ეხა სიმეონე შექებას იმსახურებს, იმიტომ რომ ითამაშა აგრესიულად, თამამად გვაჩვენა ის, რასაც არ ელოდნენ ანუ თამაშის პრევიუებში ხშირად იწერებოდა, რომ აი 5-5-0-ით ითამაშებს ახლა ატლეტიკო და ჯერაც არ უთამაშია რა. და ჩადგება დაცვაში და ეს დაცვა არ არის ახლა ისეთი კარგი, როგორც წინა ცნობილი ძველი ატლეტიკოსგან გვახსოვს და მაინც ვერ გააჩერებს რეალის შეტევას და შემდეგ და არა პირიქით ძალიან ისე აგრესიული პრესინგით თამაშობდნენ 4-1-3-2 სქემით აპრესინგებდნენ. ამის სკრინებს აჩვენებ ხო ეს? კი, როცა ბურთს ათამაშებდნენ და როცა თამაში იყო უკვე 5 კაცერი ბლოკი იყო ცენტრში, რომელსაც ცენტრი ჰქონდა სულ გადაკეტილი და რაც მნიშვნელოვანი, ანუ რეალი ხო ამ სეზონში ეს უკვე ის რეალი აღარ არის, რომელიც ადრე იყო, ხო, რომელიც ქაოტურ სცენარში გრძნობდა თავს კარგად, ეს არის უკვე რაღაც სტრუქტურირებული ბილდაპი, რაღაც მოკლე პასით გათამაშება 90% პასების სიზუსტე ამ სეზონში. ისიც იმიტომ რომ სოსიედადთან თუ გახსოვთ ჰაუსენი გააგდეს პირველ ტაიმში და მაშინ ჰქონდა 77%. ამან დაწია, თორე რეალურად არის სადღაც 93%-მდე ადის. 84-მდე ჩამოაყვანინა ატლეტიკომ ამ თამაში და მეორე იყო, აი რასაც სულ ამოწმებდნენ, ეს იყო ზურგს უკან მუდმივი გახსნები, ანუ სულ მირბოდა ვიღაც ზურგს უკან. სოლოტი გამოიყვანა რეალურად ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი სეზონის სტარტი აქვს, იქ მალიორკასთან გააგდეს და ამის გამო აკრიტიკებდნენ, მაგრამ სოლოტი გამოვიდა და ეგრევე ზურგს უკან მირბოდა. ნიკო გონსალეს ჰქონდა იგივე ფუნქცია. ეგრევე მირბოდა ზურგს უკან, ლენგლე უკეთებდა პასებს, კოკე და ნუ აი ამ ქაოტურ სცენარში რეალის დაცვა ცოტა დაიკარგა. 2-2 მორჩა პირველი ტაიმი, მაგრამ ნუ ესეთ მატყუარ ანგარიშში ხო პირველ ტაიმში ჯობდა ატლეტიკო რეალურად. ხო, მე იმის თქვა მინდოდა, რომ პირველ რიგში ატლეტიკოს სქემა, რომლითაც უკვე მიგვაჩვია სიმეონემ რომ თამაშობს, არის რაღაცა 90-იანების ფეხბურთს გაგახსენებს რა, იმიტომ რომ მარჯვნივ ჟულიანო სიმეონე და მარცხნივ ნიკო გონსალეს ესენი არც ერთი არ არიან კლასიკური ვინგერები. ესენი არ არიან რაღაც ხვიჩა კვარაცხელიები და დეზირი დუები, ესენი არიან ფეხბურთელები, რომლებიც აი ძველად რო უტევდნენ ფლანგელები და წინ და უკან დარბოდნენ იმ როლს თამაშობდნენ და ლოგიკურია პრინციპში ის, რომ მადრიდის რეალი ამ წყობაში ჩაიკარგა, თან ისიც არის, რომ მადრიდის რეალი ახალ დონეზე გადადის, ახალი მწვრთნელი ყავს და ნუ ხაბი ალონსოსთვის ეს იყო ერთ-ერთი პირველი დიდი თამაში, რომელიც ხო, პირველი რეალურად რომელშიც ჩაიკარგა. მე ვიტყვი დაცვის შეცდომაზე, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ლენორმანის გოლზე. იქ რაღაცა აი ცენტრალურ მცველებში ჩავარდნილ ბურთზე თითქოს ეგრე მარტივად არ უნდა დაეთმოთ, არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა. და მეორე იმას ვიტყვი, რომ თუ გახსოვთ ეგ გოლი, კურტუამ ჩაწოდების დროს ჯერ ნაბიჯი გადმოდგა წინ, ანუ ფიქრობდა გამოსვლას, მერე გადაიფიქრა და ნუ ისეთი ახლომანძილიდან დაურტყა ლენორმანდმა, რომ იმ ბურთის აღება ძალიან რთული იყო. და ბელინგემს უნდა შევეხოთ რა, მე მგონი ბელინგემი არ უნდა ყოფილიყო სასტარტოში ამ თამაში, იმიტომ რომ ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია, არ არის ფორმაში და მე მგონი უკეთესი იქნებოდა თუ იგივე მაგალითად დანის სებალიოს დააყენებდა. იმიტომ რომ მაშინაც როდესაც 2-1-ზე გავიდა რეალი წინ, აი რაღაცა ტემპი ვერ დაიჭირა რა, იქ ცოტა უფრო უნდა მოეკლა თამაში თითქოს და მე მგონი ამისთვის სებალიოსი უკეთესი ვარიანტი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ. ხულიან ალვარესზე ცალკე რო არ ვისაუბროთ, მე მგონი დანაშაული იქნება. ხულიან ალვარესს ჰქონდა იცი როგორი თამაში, აი ცოტა ხნის წინ რო რაღაც ინტერვიუ დადო ამ თამაშით
იქ რაც თქვა, იმას საფუძველს რაღაცა დააშენა. ანუ რას გულისხმობ? ცოტა გაუგებრად თქვი მივხვდი. როგორც ყოველთვის. ხო, ცოტა არაადეკვატურობა ხომ ჩავთვით. ბარსელონაში მინდა ძალიან თამაში რო თქვა, გამოვიდა და რეალთან ითამაშა, ისე რომ აჰაო და მიზეზიც მისცა ლაპორტას, რომ არის დარიოს იქ ყველაფერი. ნუ ხულიან ალვარესი ჩემთვის არის ჰარი კეინთან ერთად ყველაზე სრულყოფილი თავდამსხმელი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი. გოლებიც გააქვს, თამაშსაც კრავს, სიღრმეში ჩამოდის, კომბინირებს, ჯარიმებს ურტყამს, პენალტებს ურტყამს, კუთხურებს აწვდის. ჰარი კეინსაც წვდი ადრე გახსოვთ ეს? პოჩსონის ლეგენდარულ ინგლისის მეგრებში. და ბევრად სწრაფია ვიდრე კეინი. ძალიან პრინჩიც ძალიან ახალგაზრდაცაა ბევრად. ტოპ პრესინგზე არის მონსტრი და ნუ ყველაფერი შეუძლია. თან არგენტინელია. ეგეც ფორა. ნუ რეალზე რამდენიმე რაღაცა უნდა თქვა კიდე, ანუ ბელინგემის თამაშზე გეთანხმები რომ ანუ არ არის ჯერ ფორმაში, მაგრამ ეს არის რაღაც დილემა, რომელიც ჩაბი ალონსოს სეზონის რაღაც მომენტში უნდა დაუდგებოდა. ჩვენ ვიცოდით რომ სეზონ რეალს ჩაბი ალონსოს მოწოდა ორი რეალის აშენება ჯერ ბელინგემამდე. ბელინგემს ასე ადრეც არ ალოდენ, ანუ ადრე გამოჯამრთელდა და მე იქნებოდა როგორ მოხდება უკვე ბელინგემის ინტეგრირება. აქამდე ხო როგორ თამაშობდნენ, არ დათამაშობდა ცენტრში და მასტანტონო იდგათ ფლანგზე. ეხლა მასტანტონოს გამზე წავიდა, არ და ფლანგზე გადავიდა, ნუ არ და ისეთი ინვერტირებული ვინგერი, ისიც ცენტრში, ანუ რაღაც ჩაბელონსო გადაწყვიტა რომ ბელინგემიც უნდა ყოლოდა, არდა გიულერიც და ამისთვის მოიფიქრა ჰიბრიდული სქემა, სადაც ჩუამენის ქონდა ორმაგი როლი, ანუ თუ უბურთოდ იყვნენ ჩუამენი იდგა მეხუთე მცველად ყოველთვის. აი გოლის ეპიზოდშიც ლენორმანის გოლი ახსენე ჩუამენის მოუგო დუელი და როცა უკვე ბურთს ათამაშებდა რეალი ჩუამენი ადიოდა ზემოთ. და იდეაში ეს კარგი სქემა, ანუ მე ვერ ვიყურე ეს რაღაცა უკვე გადასაგდების სქემა, რადგან ჩავარდა ეს თამაში, იმიტომ რომ თქვათ იქნება თამაშები, სადაც რეალი გააკონტროლებს ისე მთლიანად თამაშის ტემპს და მიმდინარეობას და იქ სავარაუდოდ ეს ჰიბრიდული სქემა იმუშავებს, მაგრამ აქ აშკარად ჩანდა პრობლემა, იმიტომ რომ აი სკრინზე ნახავთ ეპიზოდს, სადაც ეს ეპიზოდი დამთავრდა ხულიან ალვარესმა რომ ძელს გაარტყა ბურთი შორიდან რომ დაარტყა. ზუსტად საყრდენი ზონა, სადაც არის უზარმაზარი სივრცე, იმიტომ რომ ჩუამენი ეგრევე გაიქცა და ჩადგა მეხუთე მცველად და იქ უკვე ვერავინ ვერ ავსებს იმ სივრცეს და სრული თავისუფლებაა და ანუ ეგეც პრობლემა იყო და მეორე ახლა სტატისტიკური ფაქტები უნდა მოვყარო 35 წუთის მერე, ანუ გიულერმა გოლი გაიტანა, რეალმა ერთხელაც ვერ დაარტყა საჯარიმოს ფარგლებიდან ატლეტიკოს კარებისკენ. 1 საათი იყო იმის მერე, 1 საათი ითამაშეს, ანუ 35 წუთის მერე. და ბურთი რეალს ჰქონდა. ანუ ბურთს რეალი აკონტროლებდა მეორე ტაიმშიც, აკონტროლებდა მეორე ტაიმში ატლეტიკოს საჯარიმოში. მბაპე, ვინისიუსი, როდრიგო და მასტანტონო ერთად შეეხო ბურთს სამჯერ. ანუ საერთოდ ვერ მიდიოდნენ იქ ზონა 14-ში, აი რუკას ნახავთ. სული სიცარიელი ატლეტიკოს ზონა 14-ში, ან ყველა სახიფათო ზონაში იქამდე ვერ აღწევდნენ და ანუ უკვე აი შარშან რო ვიცინეთ რეალის თამაზე არსენალთან რო აწვდიან ამ საჯარიმოში ბურთს და იქ არავინ არ არისო, იგივე ვნახეთ მეორე ტაიმშიც, როცა უკვე რეალს დასაკამბეკებელი ჰქონდა და აღარ არის ხოსელუ მატო. გონსალო გარსია გამოვიდა 99 წუთზე, მაგრამ უკვე დეკორატიული ცვლილება იყო მაგის გამოყანა, ანუ როცა ცენტრალური თავდამსხმელი არ ყავთ, რომელზეც ჩაწოდებებსაც აზრი აქვს, აი დაცვითი ბლოკის გახსნა უჭირთ. რეალს უჭირს. ჯერჯერობით ეს სერიოზულ პრობლემად ჩანს, რაღაც ბევრი ამის შეცვალა 4-4-ზე გადავიდნენ ჯერ. ბევრჯერ შეცვალა სქემა თამაშის მიმდინარეობისას. მერე გადავიდა რაულ ასენსიო რომ მარჯვენა ფლანგზე დადგა და თან ისიც დაემატა რომ ხალხალი დაიმტრა. გადავიდნენ მილიტაოც შესაძლებელი გავუხდათ და რაღაც. და ნუ პლუს კიდე ატლეტიკომ რაც გამოაჩინა ჩაწოდებებზე ძალიან რეალი თავს, იმიტომ რომ ანუ კროსები რაც მიდიოდა ყველა მომენტი იქნებოდა თითქმის ანუ რაღაც ჰაუსენს ჯოამენის უჭირდათ რაღაც ხო აი მაგიტო ვთქვი ტრაექტორიის კონტროლი ბურთის ჩაწოდების ის გაუქმებული გოლი იყო სორლოტის გოლიც ეგეთი მომენტიდან გავიდა ზუსტად და სიმეონეს ჰეითერები რო ახსენე რეზი და მე ამ სიაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზე ვარ, იმიტომ რომ ძალიან არ მიყვარს დიეგო სიმეონეს თამაში, განა იმას არ ვაღიარებ, რომ გენიალური მწვრთნელია, უბრალოდ თამაშის სტილი არ მიყვარს. ეხლა აი ამ მოცემულობიდან რო შევხედოთ ამ ყველაფერს, ატლეტიკო სავარაუდოდ გააგრძელებს ოსასუნებთან და მალიორკებთან აი ამ ჭყალებში სვარკის თამაშს და იქ დაკარგავს ქულებს და თუ ჩემი არ გჯერათ წინა თამაშებს გადახედეთ და მადრიდის რეალი დარწმუნებული ვარ სეზონის ბოლომდე იბრძოლებს ყველა ტიტულისთვის. შესაბამისად, მე უბრალოდ მინდა და დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლია ატლეტიკო მადრიდს რომ ესე ითამაშოს
ნახევარი სეზონი მაინც, ნახევარ მატჩებთან. აღარ დაბრუნდა უკვე კონტენდერების მაშინ. მაგას ვიძახი რეზი, წინა სეზონის ბოლოსაც ამას ვიძახდი მე თუ გახსოვს, რომ მინდა და შეუძლია ატლეტიკოს რომ იყოს კონტენდერებში და მე თუ წავა ეხლა და ელჩეს სახლში ვერ მოუგებს, მიუხედავად იმისა, რომ ელჩე წელს ჩვენი ვერ თამაშობს. აი რა ვიცი, ბოლო ადგილოსნები რო ვთქვათ, რომ ელჩე არის რეკომენდაცია საყურებლად. ხო. აი რავი, ბოლო ადგილოსანს რო ჩავხედოთ, მაგალითად ჟირონას ანუ ვიედოს, ნუ ეხლა სიმეონეს რო ცუდი ფეხბურთის თამაში ყველასთან შეუძლია, ამაში დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ამ გუნდს, როდესაც ხულიან ალვარესი ყავს, ჩემი აზრით შეუძლია რომ კონტენდერი იყოს ყოველ სეზონში. გასაგებია ის ვერ ითამაშებს ბარსელონასნაირ ფეხბურთს, რომელთგანაც დაჯდები და 90 წუთს სიამოვნებას მიიღებ, მაგრამ ამ შემადგენლობით სიმეონეს გუნდს შეუძლია რომ ნებისმიერ გუნდს გაუწიოს წინააღმდეგობა და თუ რეალს უწევს მით უმეტეს და გრიზმანმა რო გვალვა დაამთავრა, ეგეც ვთქვათ, ბარემ და ნელ-ნელა ჩავხუროთ ეს თემა. ხო, რა გადაუარა. ერთიც უნდა ვთქვა, ევროპის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მწვრთნელს, აი სამი წელი გადაუარა იმენ. მე ძალიან დიდი ხანია არ მიყვარს დიეგო სიმეონეს საფეხბურთო სტილი. რატო არ მიყვარს? ხო, მე გეტყვი, ოღონდ შენც არ იცი ეგ. აბა იმიტომ რომ სოფლიოს ყველაზე დიდ კლუბში აქ ნათამაშები და არაერთოში. აი ერთი და დავამთავროთ რეალი, ანუ ისევ დაიწყო საუბრები რომ ჩაბი ალონსო ტოპ თამაშებს ხო, ვერ თამაშობს. გაიხსენეს წაგებული ევროპა ლიგის ფინალი ატალანტასთან, იქ ბაიერნთან გამოვარდნა შარშან, ეგრევე პირველივე ტოპ თამაში და ანუ განადგურდა. აი იქნება ეს პრობლემა, ანუ რეალისტვის. შარშან იქ იყო სერიოზული პრობლემა, რომ დიდ გუნდებსთან აგებდა. ხო, იცი რა, არ მგონია ხა ფლორენტინო პერესმა ესე რაღაცაც ხელგულზე მიიღოს ეგ გააწყვეტინება, რომ ალონსო რაღაც ტოპ თამაშის წაგების მერე გააგდოს. არ ვიცი. არ გააგდებენ, არა, მაგრამ ანუ პრობლემა თუ იქნება. და მე მგონია რომ პრობლემაც არ იქნება, იმიტომ რომ თამაშიდან განსხვავებით ტოპ თამაში, აი ტოპ თამაშის მენეჯმენტი სწავლებადია რა, უბრალოდ მაგას ვერც ლექციაზე ისწავლი, ვერც რა ვიცი, წიგნში ისწავლი და ვერც იქიდან ისწავლი, რომ ნათამაშები გაქვს როგორც ფეხბურთელს. ეგ არის სუფთა გამოცდილება, უბრალოდ ტოპ თამაში ბევრად ჩქარა, ბევრად მალე და ბევრად უფრო რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს რა და ერთხელ რო ითამაშებ, ორჯერ რო ითამაშებ ტოპ თამაშს და სამჯერ, ეხლა რეალის ყველა თამაში ტოპ თამაშია. ანუ მაგას უკვე სწავლობს რა, კურტუას ინტერვიუ თუ გაქვთ მოსმენილი, კურტუა იძახის რომ იქო, ანუ ჩელსში ეგეთი რაღაც არ ხდებოდა, რეალში რო გადავედი ერთ თამაშს ვერ მოვიგებდით და პანიკა იყო ყველგანო და აი დასტრესილი იყავი სულ რომ აი როგორ თუ ერთ ზედიზედ ვერ მივაყოლეთ მოგებების სერია, ჩავარდნა გვაქვს და აბა ამოსაკაჩია მეორე თამაშია და რადგან ეგ გარემოა რეალში, მგონია რომ, რავი, ალონსო ჯერჯერობით რასაც უყურებ, კარგი მწვრთნელია რა ეხლა. არა, მე ვთვლი რომ ანუ ალონსოს აქ ბაიერნთან მაგარი თამაშები ჩატარებული, თან სხვა სტილში კონტრშეტევებით აქვს მოგებული, აი შარშან მქონდა განხილვა ხო, 0-0 ითამაშა, მაგრამ გადაუარეს პერსონალური პრესინგით და რაღაც, მაგრამ ნუ ეს ხარეც, ანუ ამ ხარესაც აქვს რაღაც არგუმენტები, რომ ისეთი ცუდი წაგებებიც აქვს. ეხა რეალს უწევს მალე იუვენტუსთან, ბარსასთან და ლივერპულთან თამაშები. ცოტა თური კალენდარი მოздით. აი იქ თუ ეგრე მიყოლებით. იქ თუ მიყოლებით არა, მაგრამ ნუ მალე უწევს. აი იქ თუ რაღაცეები არ გამოვიდა, მე მგონი უფრო გააქტიურდება ის პლანი. ხო, სამაგიეროდ ხვალ აქვს. არა, მიყოლებით აქვს. იუვენტუს, ბარსელონა, ვალენსია, ლივერპული. ხო. სამაგიეროდ ხვალ გაისერნებს მადრიდის რეალი, ესპანეთიდან 10 საათიანი ფრენა ჰქონდათ ყაზახეთში და კაირათი რა შავდღეში ახვდებით. გაბრაზებული გახარებულები არიან რომ ჩავიდა ეგრე. რეალზე დიდი გუნდი არ ჩავ, რაღაც ბრიუგები და ვიღაცები ჩადიან დიდი. რეალზე დიდი გუნდი რა გინდა. არა, რეალთან ხო შეიძლება და ჩასულიყო კიდე რაღაც პარი სენ-ჟერმენი, ბარსელონა და ბაიერნი, მაგრამ არ ჩავდის ბრიუგე და აპოსი და ვიღაცები რა. ეგრეც არ გაწირეს ეს მე მგონი უფრო ისინი გაუხარდებოდათ. ისინი უფრო გაუხარდებოდათ, მაგრამ ესე 5-2 წაგებული რეალი გამწარებული რომ მიდის, რავი, თუ აკლიმატიზაცია გაიარეს, შეიძლება ისეთი ანგარიში დაფიქსირდეს, რაც ჯერ არ გვინახავს. კი ბატონო, კარგი. ვახსენეთ ლივერპული უბრალოდ სიტყვან მოიტანა და ბარემ გადავიდეთ პრემიერ ლიგაზე. იმიტომ რომ 31 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, რომ ერთ სათამაშო დღეს წააგეს მანჩესტერ იუნაიტედმა, ჩელსიმ და ლივერპულმა. არ ვიცი იცოდეთ თუ არა ეს, მაგრამ აი ზუსტად გამოსვლის წინ ვნახე ეგ სტატისტიკა, რომელიღაც იმას ედო გამოცემას და
ხო, ლივერპული მანჩესტერი არ გვიკვირს. მანჩესტერი არ გვიკვირს ახლა დღევანდ და ჩელსიც პრინციპში იმიტომ რომ ჩელსი ვიკვირს. ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ჩელსიც, მაგასაც ვიტყვით, მაგრამ მოდი ლივერპულით დავიწყოთ, იმიტომ რომ კრისტალ პალასი ლივერპული იყო ძალიან კარგი თამაში და ოლივერ გლასნერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ტოპ მწვრთნელია, ძალიან მაგარი თამაში იყო რეალურად უყურეთ და დეტალები გავიაროთ რა ლივერპულს უეჭველი უნდა წაეგო ეგ თამაში მიუხედავად იმისა რომ ახლოს იყო იმასთან რომ ნუ გადაერჩინა ქულა თუმცა პირველ ტაიმში ალისონის სეივები თუ ნახეთ ყველაფერი აიღო მე 80 წუთზე ჩავხე თამაში ყველაფერი აიღო ოღონდ ეგ ყველაფერი იყო მკვდარი ბურთები ოფიციალურად რა კარის ხაზიდან გამოტანები და ეგეთი სეივები იყო ალისონის ანგარიშზე და ნუ კიდევ ერთხელ ну კრისტალ გლასნერმა გახსნა მთლიანად თამაში ანუ იქშიც რო ნახოთ დარტყმები ყველაფერი იყო ანუ იქით აქით თამაში და გახსნა რა კუთხით საყრდენად დააყენა დაიჭკამა და რომელიც რუიანად და 10-იანად თამაშობს ხოლმე ამ პლანკზე ზემოთ თამაშობს ხოლმე ხშირად და ეხა იყო საყრდენად ვორტონთან ერთად და ზემოთ აიყენა წინ იერემი და სარი ხო პინო და სარი და ორივე გარდამავალ ეპიზოდებში ძალიან ჩქარა მირბოდნენ ამ მთლიანად გახსნა ეს შეხვედრა და პირველ ტაიმში მართლა ალისონმა დაურჩინა ლივერპულს ანგარიში რა სასწაულები აიღო მეორე ტაიმში ლივერპული უკვე ნორმალურად გაკპო როდესაც გამოიყვანა უცებ ანუ ვინგერი ვირცით გამანანდა მარცხენა ფლანგზე და უცებ ვინგერი გამოჩნდა უკვე უფრო ნუ თვითონ სლოტმა თქვა რომ მინდოდა ეს მაგას მოედნის ცენტრის გადატვირთვა ამდენი ნახევარმცველით და პლუს იქ ვირცით უნდა დამატებოდოთ და ამ შემდეგ მაგრამ არ გამოვიდა და ის თუ ნახეთ მე სლოტის განცხადება გააკრიტიკა თავის ფეხბურთელებს ბოლო გოლზე ბოლო გოლი გავიდა აი სულ ბოლო შეტევა იყო რა ჩაწოდება იყო საჯარიმოში და ჩემმა ფეხბურთელმაო სახელი და გვარი არ უთქვამს ნაცვლად იმისა რომ საჯარიმო დაგვეცვაო იფიქრესო კონჩეტევაზეო და დატოვესო საჯარიმო და როცა აზრი არ ქონდა ამას იმიტომ რომ ნუ რომც მოგვეგერიებინა შეტევა საჭი დასვენდა და უკვე თამაში აღარ გაგრძელდებოდა და მიდის ახლა გარჩევა რომ ვინ არის ვინ დატოვა ჯერ იყო სალახზე საუბარი ხმის არ ჩერთ ჯერ სალახზე იყო საუბარი ნუ საბოლოოდ გამოვლინდა გამონაშავები არის მოკლედ ეგეთ ზონა საიდანაც გოლი გავიდა მაგის სკრინები მაქრეს ხო ხუთი კაცი იცავდა და პირველი ტალღა რომ მოიგერიეს შეტევის მეორე ჩაწოდების წინ კიეზა და გაკპო გამორბიან და ფრიმპონგიც წინ მოიწევს უკვე და ანუ ის კეტია დარჩა უკან და ზუსტად კეტიამ შეაგდო და ხო აი მე იმის თქმა მინდოდა რომ სკრინებს ამოვანათებ მან აი ხა მოიგერებენ აი ეს ორი წამოვიდა ნახე აიც და აი ფრიმპონგიც ზემოთ წამოვიდა მოკლედ მე სკრინებს ვანათებ რაზე იცი ეგ გრძელი აუტები არის კრისტალ პალასის ერთ-ერთი დამატებითი იარაღი ამ სეზონში სკრინზე ჩანს რომ ზუსტად ეგეთი გოლი გაუტანეს ასტონ ვილას როცა პირველი თუ მეორე ტური იყო მე მგონი ბირმინგემში იყო თამაში და ძალიან დამაჯერებლად მოუგეს 3-0 მოუგეს მე მგონი ზუსტად ეგეთი ჩამატებით ეგრეთ წოდებულ ბადეს უკეთებენ კარს ანუ მეკარის საჯარიმოს ესე შემოეხვევიან იდეაში საუკეთესო შემთხვევაში უნდა მოხდეს რაც ასტონ ვილასთან მოხდა რომ პირველმა მცველმა უნდა მოიგოს და ბურთი გადააგდოს შორეულ ძელთან სადაც ნუ თავისუფალი კაცი რჩება ასტონ ვილასთან დარჩა თუ არა და ამ შემთხვევაში ხდება აი რაც ლივერპულთან მოხდა ბურთი გამოიტანეს იდეაში და იქვე აი ეს ჰიუქსი რო ყავთ ეგ ეგრევე მეორე ფაზით აგდებს საჯარიმოში ეგ მაგასაც ხედავ სკრინზე როგორ დგას ჰიუქსი და მე მგონი ვორტონია მეორე რომელიც მზად არიან რომ მეორე ფაზით შევარდნენ საჯარიმოში და ისევ ჩააგდონ ჩაატრიალონ ასე ვთქვათ რა და ზუსტად მაგით გავიდა ეს ნკეტიას გოლი და ნუ საბოლოო ჯამში 18 თუ 19 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა კრისტალ პალას ძალიან კარგი გუნდია და თან ერთადერთი დაუმარცხებელი პრემიერლიგაში ხო ერთადერთი და თან რა დროს ხდება ეს რომ წინა სეზონში წავიდა ოლისე და ეხლა ეზე წავიდა არსენალში ერთადერთი რაც უნდა ვთქვათ პირველი გოლი საიდანაც გაუშვა კრისტალ პალასმა კუთხურიდან ეგ კუთხური არ იყო ხო და ლივერპულმა გაუშვა ხო ლივერპულმა გაუშვა ეგ კუთხური არ იყო და მე ვკითხულობდი ინგლისურ პრესაში რომ აი რატო უნდა ამოწმებდეს კუთხურს ვარიო აუ არა ეგ ცოტა ზედმეტი და მაგის არგუმენტად რა ეწერა იქ იცი მაგაზე დაიხარჯება მაქსიმუმ 20-30 წამიო და სადაც 2 წუთს ამატებენ ტაიმს იქ ერთი თითოან 2 წუთით მეტი დაამატონო რა სამაგიეროდ ესეთ რაღაცებს ავერიდებთ თავიდან ხო ისე გზელაუტებზე ატლეტიკს აქვს ძალიან კარგი კვლევა ჩვენ ხო ვიყურებენ სოფლის წამყვანი მწვრთნელები და ასე შემდეგ რომ უკვე სტატისტიკურად არის შესწავლილი რომ გრძელი აუტი გაცილებით უფრო ეფექტურია ვიდრე აუტის გათამაშება მოკლე შეწოდებით მეტი საფრთხის შექმნის ალბათობა. ნუ ტოპ კლუბები ადრე ამას არ კადრულობდნენ რომ ეს რაღაც ესთეტიურად მიუღებელი იყო და ეს რაღაც
სტოკებს და სონსებს უნდა ეწოდებინათ მარტო ასე აუტები, მაგრამ ახლა უკვე ის მათაც დაიწყეს ამის კადრება და აგერ არსენალის თამაში ნახე, კალაფიორი აგდებს და აგდებს აუტებს ყველა საჯარიმოში. ეხა უკვე ძირითად შემთხვევაში თუ ვთქვათ მარცხენა ფლანგიდან არის ეს მარჯვენა მცველია თუ აწვდის უფრო ძლიერად, მოდის მთელ კალაფიორი და იმაზე არა ლაპარაკი, რაფინი აგდებს და საჯარიმოში უკვე აუტებს, ბარსელონაც კი დაეცა ასე დაბლა. კვაჭიროა, კვაჭი რაგბში ხო იცი ესე რომ ეგეთი ტიპი ყირდებათ ვიღაც. და კალაფიორი მეკარეს მოპარა პირსახოცი და ხო, და საჭმა დააბრუნებინა. წაართოთ პირსახოცი და არ შეიძლება განშეულება. მაგ თამაშსაც შევეხოთ. ერთი ეგ მინდოდა ვირცზე მეთქვა რომ სტატისტიკას სკრინის სახით ამოვანათებ, ეგრევე დაესიუნე რა თქმა უნდა ვირც. შედარება არის როგორ იცი ბუნდესლიგის მთელი სეზონი შარშანდელი და წლევანდელი 6 თამაში პრემიერ ლიგაში და დიაგრამაზე ხედავთ რომ ყველანაირი სასარგებლო კომპონენტი ასე ვთქვათ ლივერპულში 0 აქვს. ხოლო რაღაცა ერთი სტატისტიკა აქვს ეხაზე პირად არ მახსოვს სკრინი ამონათდება და გირჩევთ რომ დააპაუზოთ და შეხედოთ ლევერკუზენში თუ ყველაფერი ქონდა ძალიან მაღალ დონეზე აქეთ ლივერპულში ძალიან ცუდი შედეგი აქვს და ხო ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვირცი უნდა რომ შევიდეს ფორმაში იმიტომ რომ თითქოს ჩაკარგულია სლოტის სქემაში კარგი არსენალზე კიდევ რაღაც კი არა იმის დამატება მინდა უბრალოდ რომ ცოტა საფეხბურთო სამყარო განსაკუთრებით პანიკაშია რა უდნაო გასაგებია რომ 150 მილიონი გადაიხადა 150 ხო რა მნიშვნელობა 150 ისა ხო 150 ისიც ახლოა მაგ იმასთან ფლოპობასთან მოიცა მესმის რომ ძალიან დიდი თანხაა მაგრამ რაც არ უნდა დიდი თანხა იყოს გადახდილი ადამიანში ის ხო ადამიანია რა თქმა უნდა მოთამაშეა და დრო ჭირდება ხო ქვეყანაში წავიდა სათამაშოდ პირველად ახალი გარემო ბევრად უფრო ფიზიკურ ნახევარმცველებთან და მცველებთან უწევს თამაში. ცოტა ხანი რომ აცადონ იმ ადამიანს, აი ზუსტად ვიცოდი რომ აგენტი 007 აი ეგ დაიდებოდა. მეც ველოდებოდი მაგას. და ცოტა დავიქრინჯე ისე მაგას. ხო, ნუ გასაგებია რომ 125 მილიონს რო იხდი ვიღაცაში, მოლოდინი სხვა არის, მაგრამ ხო უნდა ვაცადოთ. აცადოთ მე ვაცდი. მეც ვაცდი, არ მაქვს. ძალიან მეყვარს ვირცი როგორც ფეხბურთი. აბარა. კარგი, მოდი არსენალზე გადავიდეთ და რამდენიმე სიტყვით შევეხოთ არსენალსაც, რომელმაც ძალიან მაგარი თამაში მოიგო. მაგრადაც ითამაშა. მაგრადაც ითამაშა და ნიუკასლმაც ძალიან მაგრად ითამაშა. ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო ამოიქნა. ხო, უბრალოდ ეგ თამაში რო არსენალს არ ვერ მოეგო, ძალიან შემეცოდებოდა გულწრფელად ვიტყვი, იმიტომ რომ ამ სეზონში რაღაც პონჩი წურავ არსენალის ჩემპიონობას, იმიტომ რომ წრფელი გულით მეწოდება ეს არტეტა და არსენალის ფანები. Popqa მათ შორის წინა გადაცემაში აქ ყავდა და ხო არსენალმა მოიგო თან როგორ სტილში მოიგო იცი პირველ ტაიმში იყო რამდენიმე ეპიზოდს როცა ჯერ პენალტი დაუდეს და მერე გააუქმეს იქ გოლის ეპიზოდში როდესაც ვოლტემადემ გაიტანა ითხოვდა მთელი არსენალი რომ ჯარიმა იყო ნუ სავარაუდოდ არ იყო ჯარიმა მაგრამ ნუ მოთხოვნის ზონეზე ითხოვდნენ შესაბამისად თითქოს ისე წავიდა საქმე რომ ყველაფერი და ყველა იყო არსენალის წინააღმდეგ და როდესაც თან ნიუკასლზე თამაშები გასვლაზე რთულია ასეთ თამაში რომ დააკამბექო და ეს რომ მოახერხა არსენალმა რეალურად დასაფასებელია და რის ხარჯზე მოახერხა მიკელ მერინოს და შეცვლების ხარჯზე ოდეგორის 92 წუთზე გამოვიდა ოდეგორი და ყველაზე მეტი ზუსტი პასი ჰქონდა, ყველაზე კარგი პასი ჰქონდა, საგოლე კუთხური. ედი ხაუმაც ლუის კელის რო გაუკეთა ჯარიმოში და ელეგი სად გაჭა ყველაფერი პასი და ნუ ედი ხაუმაც აღნიშნა რომ რაღაც სასწაული შემოსვლა ჰქონდა, მერინომაც გოლი გაიტანა და საერთოდ არსენალს ეს შეცვლები ბოლო თამაშებში ძალიან გამოსდის. ეხმარება. ჩანს ის რომ დაგრძელებულია რეზი მაგათი სკამი რა და ეგ იყო წინა სეზონებში ერთ-ერთი პრობლემა ეგ იყო და ეხლა ზუსტად რა რომ ეხლა უკვე არტეტა რომ მოიხედავს უკან იქ სხედან ადამიანები რომლებსაც თამაშის გაძლიერება შეუძლიათ ეხლა სკამიდან როდესაც გაქვს იმის ფუფუნება რომ შემოიყვანო თუნდაც უილიამ სალიბა ხო სალიბა გაბრიელ მარტინელი მიკელ მერინო ნუ ოდეგორზე ხო არაფერს ვამბობ შესაბამისად შეძლო ის რომ გაიტანა და თან ყველაზე მთავარი ისაა რომ ამუშავა თავისი მთავარი იარაღი საიდანაც მაგალაიშმა გაიტანა სხვა შორის პირველი გოლიც კუთხურის გათამაშებას მოყვა ჩაწოდება დაახლოებით იგივე სტილი იყო აი რო იტყვიან კუთხურს ჯობია ისეთი ჯარიმაა ხო იცი საჯარიმოს მისადგომებთან ეგეთი გოლი შეაგდო და კარგია ეგ რომ არსენალმა ეგეთი თამაშების მოგება დაიწყო ისა ბოლოს ნიუკასლმა ცოტა მე მგონი ძალიან წაუ ავტობუსა რა ნუ ნიუკასლს ახერხა ეს რეჟიმიც კი საერთოდ შეგებიან მაგრამ FIFA გამოვიდა და აღარ არის რა ოკეი წკაპ და კი ბატონო მანჩესტერ იუნაიტედზე თუ გინდა ტვიტიროთ მანჩესტერ იუნაიტედზე მე ვიტყვი რომ აქაც იგივე ხდება სამყარო გაგიჟდა ანუ ამორი ძალიან ეს სიმღერა ხო დაუწყეს
ხვალედილას ამას გაგაბუნწულებენ. ხო ყველა წაგებულს ანუ პოსტებიც ხო უფრო მეტი მხვდება და რაღაც ვიდეოები რომ ამ ორი აუთ და ასე შემდეგ. ანუ რეალურად დებიუტი აჯობა ბრენდფორდმა, მაგრამ მე დაუქამბეკა რა. არა, თამაშით მომენტები ქონდა, ანუ მომენტებს ხდია, მაგრამ უბრალოდ ანუ მეც ცოტა მიკლია და შეუერთდები მაგ სიმღერას, იმიტომ რომ კი მესმის რომ ეს 3-4-3 მაგის არის და რომის პაპაც რომ დამიეკოს აღარ შევცვლი ამ სქემას და რაღაც, მაგრამ ბოლოს უკვე რაღაც დებილური სახე მიიღო, იმიტომ რომ მაუნტი შემოვიდა, დადგა 10-იანზე და 3 წუთში ზირგზე გამოვიდა და მაუნტი გადავიდა მარცხენა ლატერალად, იმიტომ რომ რაღაც ეს სქემა ვერ უნდა მოირღვეს რა, ესო 3-4-3 და დარჩეს აუცილებლად. ეგ არ იყო პირველი ცვლილება, მოიცა მაინც შემადგენლობა აქ ჩავხედო. მაუნტი რაღაც არა, ნახე, იორო რო შემოიყვანა და კობი მეინო. ანუ დელიხტმა დაიწყო ცენტრში მარჯვნივ, იორო რო შემოვიდა, დელიხტი გადმოვიდა, ჩაჯდა იორო, კაი, მეინო მეტნაკლებად დადგა იგივე ადგილას. მერე ლუქშოს ხსნის და მაუნტი აყავს 10-იანზე, ბემუ გადაიყვანა ლატერალად. ანუ ბემუს დიდად არ უყვარს მან თამაში რა, ანუ მაგაზე კარგი შემქმნელი და გამტანი ვინ ყავს გუნდში, ხო? ალბათ არავინ და ბემუს დააშორა კარებს. მერე ზირგზე შემოიყვანა 10-იანზე ხო და მაუნტი გადავიდა მარცხენა ლატერალად და აი ხო უბრალოდ იმიტომ რომ 3-4-3 და დარჩეს და ვიცი მე მგონი რომ მანდამდე არ უნდა მისულიყო ბრუნომ რომელიც უცე გააფუჭა 11 მეტრიანი ხო თან ანუ ეგ რო გაეტანა 70-16-ს ეგ რო გაეტანა რეალურად მესამე გოლზეც წავიდოდნენ მაგრამ აი ეგეთ დღეში რო ხარ გუნდი და აი ვაკამბეკებ და ვერ დავაკამბეკ. ხო, ეგრეა. მე ეგ გაფჭებულ პენალტებს ან ის აქვს დიდი კი, საშინელო აი გვარდიოლას თელის კრიტიკა რაც მიდიოდა რომ ლიგაზე overthinking და ამის გამო დიდი ხანი ვერ იგებდა და რაღაც მაგის გუნდის ფეხბურთელებს პენალტები რომ ნორმალურად ერთხათ რამდენიმე მეტი ლიგა იქნებოდა მოგებული. აგუეროსა გაფუჭებული ტოტენჰემთან, ვიდალსა გაფუჭებული ატლეტიკო მადრიდთან და რაღაც რამდენიმე ესეთი ცოტა კარგად რომ რამდენიმე მეტი ლიგა იქნებოდა გვარდიოლას მოგებული. ეს რა ქვია, პენალტები ან თან 11 მეტრიანიც ხო ისეთი რაღაცაა რა. აი მართლა თან აი ახლა მინდოდა რომ მე თქვა რომ კიდე ერთი მწვრთნელისთვის იმათაც რო კარგად დაერტყავთ თქო, მაგრამ მაგაზე კარგად ალბათ არავინ არ ურტყავდა 11 მეტრიანებს კაკა სერხიო რამოს და კრიშტიანო. ხო, თორე ეხლა ხო არის აქტუალური კითხვა რომ 9 მწვრთნელია რომელსაც ორი სხვადასხვა გუნდით აქვს მოგებული. იქნებოდა კაცი რომელსაც 3 სხვადასხვა გუნდი. არ ვიცი ბაიერნი არის ყოველთვის სუსტი გუნდი. აინკესის ბაიერნი მიუნხენში თან ფინალი. თან, მაგრამ ეს რეალი ძალიან მონსტრია. კარგი ის რეალი ძალიან კარგი. მეც კი მომწონდა ძალიან. კარგი. გადაცემის შუაში კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. სხვა შორის Instagram-ი გავაკეთეთ. Instagram-ზე, Facebook-ზე, Facebook ჯგუფში, TikTok-ზე შეგიძლიათ რომ გამოყვეთ. პლუს დონაციის ლინკი აღწერაში და სურვილი სამებს შეგიძლიათ რომ დაგვიდონატოთ სიმბოლური თანხა, თან რაღაც საინტერესო შეკითხვა დაგვისვათ და ჩვენ ბუნებრივია ამას განვიხილავთ, დეტალურად ვისაუბრებთ გადაცემის მიმდინარეობისას. ვუი არ გვიხსენებია და სახელი. უი და მავიწყდა ეგ. აი, არა და მე დღეს რაღაც სასწაული დღეა, მე მოვედი ყველაზე ადრე, ყოველთვის ვაგვიანებ ხოლმე სულ მე მელოდებიან და დღეს იყო ისე რომ პირველი მოვედი. და ლუის ეჩქარებოდა, მაგრამ ჩვენი ხათრით დარჩა, განათებები ჩართო. მე მგონი დაბრუნდა. განათებები ჩართო, ყველაფერი და ისე წავიდა. მშვენიერი. მადლობა ლუის და სახელოსნობას კიდევ ერთხელ. სახელოსნოში ვიმყოფებით და მადლობა იმისთვის, რომ გვითმობენ ამ ძალიან კარგ სივრცეს და გადაცემის დასკვნით ნაწილში ვისაუბროთ იტალიის ჩემპიონატზე, იმიტომ რომ არ გვისაუბრია, კარგა ხანია სხვათა შორის, იმიტომ რომ ცენტრალური მატჩების შემო გვაკალდა და ეხლა რიწახდა ჩელსიზეც ვთქვათ 1-2 სიტყვა. არ უნდა ჩელსი. აღარ გვინდა. ჩელსიზე გაბრაზებული ვარ. ხო, ჩელსიზე უბრალოდ იმის ხომ მინდოდა რომ წააგო 10 კაცით და მარესკას ინტერვიუ იყო მერე რომ ბოლო თამაშებში რაც წავაგეთ, ყველა იმდო წავაგეთ რომ კაცი გაგვიგდესო და ეს პრობლემა ჩელსიში რაღაცა მოუხსნელი ფენომენია რომ ყველა თამაში ლამის კაცს უგდებენ და იმის თქმა მინდოდა რომ გარნაჩოს, ბაინო გიტენსის და ესეთი ტრანსფერების ნაცვლად უმჯობესი
იქნებოდა რომ მოეყვანა ცენტრალური მცველი და არ ყოფილიყვნენ ტოსინა დარაბაიოს და მსგავსი ფეხბურთელების იმედად. ატო მე ძალიან მომწონს. მე საერთოდ არ მომწონს. გვარის გამოთქმას რომ დავამტოსინი რა. ტოსინს ეძახიან, კი კომენტატორების ტოსინს ეძახიან. ხათშორს ფენტეზიში ვაპირებდი მაგის აყვანას. კიდე კაი არა ვიყვანე. ფენტეზიზე სავარაუდოდ ვისაუბრებთ. იმიტომ რომ ლამის ყველამ ჰალანდით დავწერეთ ქულები ამ ტურში, იმიტომ რომ ტრიპლ ორები მაგ და აი მეც ეგრე ტრიპლ კაპტეინად რო არ დავაყენე მაგას ვნანობ ძალიან, მაგრამ კაპიტანად მყავდა და 32 ქულა დაწერა. 26. ხო, იტალია წავედით ჩემს საყოველთაო ჩემპიონატში წავიდეთ, სადაც იყო ორი სუპერ დაპირისპირება იყო რა, ერთი მასიმილიანო ალეგრი ანტონიო კონტეს წინააღმდეგ და ლუკა მოდრიჩი კევინ დე ბრუინის წინააღმდეგ კლასის სრული დემონსტრაცია იყო განსაკუთრებით 40 წლის ლუკა მოდრიჩის მხრიდან. ჩაწერამდე რომ საუბრობდით და რასაც რეზი გვიმტკიცებდა, მე მგონი ვეთანხმებით იმაში, რომ ის ფაქტი, რომ მილანს არ აქვს ევროტურნირები და მთელი კვირა აქვს მოსამზადებლად, ძალიან ეხმარება და პირველ ადგილზე გადავიდა მილანი გუშინდელი გამარჯვებით. სხვათა შორის, ზედიზე 5 მოგება აქვს. იმედია დიდხანს არ გაჩერდებიან მან. მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაგრამ მოდი თამაშზე ვისაუბროთ რამდენიმე სიტყვით. მე გულწრფელად რო გითხრა, აი რაც თქვი რა რო უყურებდი ვერ ვხვდებოდი რომელს უფრო მინდოდა რომ წაეგო. ნუ ალეგრი კონტეს წაგება ყოველთვის მიხარია, მე გაგიკვირდებათ და არც დიდად მილანის გამარჯვება მიხარია უზომოდ, მაგრამ მირჩევნია მილანმა მოიგოს ვიდრე კონტე რაღაც მომენტში. მე ვარ მან პირიქით. მირჩევნია ხო, ან მე ყოველთვის ალეგრიმ წააგოს მირჩევნია და მოიგოს მაგალითად ნაპოლი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ალეგრი არ მიყვარს დიდად. მაგრამ მილანი არის აიცი როგორი გუნდი, რომ აი იტალიაში ნებისმიერ გუნდს ჩაითრევს თავის საშინელება თამაშში და იქ მოუგებს აი ნებისმიერი გუნდი, ვინც არ უნდა მოიყვარო და უყენო შეუძლია რა ეს მოკიდო სადღაც უბსკრულში ჩავიდნენ და აი რაღაცა აი საშინელ თამაშს თამაშობს მილანი, საყურებლად კატასტროფაა ჩემთვის. მაგრამ შედეგი მოაქვს რა. თან ალეგრიმ საერთოდ იმას აქნა რა ქვია. დახურა რომ ძალიან ბედნიერი ვიქნებიო თუ ყველა თამაშს 1-0 მოვიგებ. კაცი 1-0-ია ადამიანი. ნუ ეგ არ გვეკვირს ახლა მისგან. კაპელოც ხშირად დადის მილანის თამაშებზე, იმიტომ რომ თავისი მემკვიდრე იპოვა. ვინც დაანგრია საკის დიდი მილანი. ხო. და 35 გოლით აქვს თქვენ ჩემპიონატში მოგემარჯვა რაღაც. აუ 20 ხო რაღაც ეგეთ სასწაულით. და ჯოჯოხეთი აქვს ჩატარებული. და იგივე გზას ადგას მე მგონი მაქს ალეგრი. თქვათ 35 არ ეყოფა, მაგრამ წელს ძალიან სერიოზული ფავორიტია. ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ ინტერმა წელს სკამი ცოტა გაზარდა. უკვე შეცვლებიდან ხუაკინ კორეა და ტარემი არნაუტოვიჩი არ გამოდიან, ტარემი არც უნდა თქვა. და იქნებ აი ეს გრძელი სკამი ცოტა უფრო ეყოს რა. დიდად არც ასლანის იმედად ვარ თუ ინტერზე სასაუბროთ არ ვართ აქ უკაცრავად რა. ჯერჯერობით მოუწევ სტოპ თამაში ინტერს და ვისაუბრებ. აი მაშინ მისაუბრეთ მილანზე მინდოდა იმის თქვა და გეთანხმები იმაში რა. ერთ რაღაცას დავამატებ უცებ რა, კურვა სუდი დაბრუნდა და ეგ კარგია და იმედია კურვა ნორდის მიბაძავს, თორე დავიტანჯე ამ გუნდების თამაშს ყურებით სიჩუმეში. ხო, მარტო ტაშის ხმარო ისმის რაღაცა საინტერესო რო ხდება. ხო, მილანზე იმის თქვა მსურდა რომ ალეგრი მაქვს შექმნა კოლექტივი, რომელიც ზუსტად ერგება მის ფეხბურთს. ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლუკა მოდრიჩი. ლუკა მოდრიჩი ნებისმიერ გუნდს ნებისმიერ დროს მოუხდება და არავის არ უყვირს. პლუს ყავს ეს ადრიან რაბიო და ისა კრისტიან პულიშიჩი რა ძალიან მაგარ ფორმაში მყოფი. მიუხედავად იმისა, რომ ალეგრიმ თქვა თავად, რომ შეიძლება ნაპოლისთან სათამაშოდ 100% მზად არ იყოსო, ითამაშა და ნუ მატჩის საუკეთესო იყო, გოლიც გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა და ოპტა სტატისტიკა ვნახეთ დღეს, რომ ესე იგი მილანში გადმოსვლის მერე პულიშიჩს აქვს ლაუტარო მარტინესზე მეტი საგოლე მოქმედება, ანუ ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება აქვს და ნუ მეორე ადგილზე არის ლაუტარო მარტინესი. და შედარება რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კლუბის წარმატებას, ხო? ლაუტარო მარტინესი იყო ოქროს ბურთის მაძიებელთა შორის 30 ათეულში, პულიშიჩი კაც შულს არ ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ პულიშიჩ ძალიან მაგარი
სეზონი ჰქონდა და წელს კიდევ უფრო კარგია. ყველაზე საშიშად რაც გამოიყურება მილანში არის ის, რომ ჯერ არ გვინახავს რაფა ლეაუ, გუშინ პირველად ითამაშა ამ სეზონში, იმიტომ რომ ტრავმა ჰქონდა. ხო, ინიესტა ხორვატიასთან და ინიესტა იტალიასთან ვაიბები წამოიღო, ხო? კვარაცხელი ატალანტასთან. აი, ეგ მებოდიში. ან გოლი გაიტანა მაშინ. ხო, იმან გაიტანა. მებოდიში. და არ გვინახავს აი ესენ კუნკუს და იმის კუნკუს კი არა, ლეაუს და პულიშიჩის ინტეგრაცია. მანდ მე მგონი სანტი ხიმენეზე მეტად ლეაუ პულიშიც ველით, იმიტომ რომ ხიმენეს მაღალი XG და ძალიან ცოტა გოლი აქვს, რა ძალიან ბევრ მომენტს ეგ ტიპი აფუჭებს. რაც შეეხება ნაპოლის. ნაპოლი აი რაღაცნაირი გუნდია რა. გუშინ ახლა რო უყურებდი თამაშს. ეს მაქტომინეი, ნუ დებრუინად, ზამბო ანგისა, ლობოტკა, პოლიტანო რომელიც, რა ვიცი, ვინგერი თუ ეთქმის პოლიტანოს? ეთქმის. მაშინ აი როგორი გუნდია იცი? არ ვიცოდი საიდან უნდა დავლოდებოდი ხიფაც მაშინ როცა მილანი იგებდა რა. იმიტომ რომ როდესაც ალეგრის გუნდი იგებს, ძალიან რთულია მას შეუქმნა მომენტი. და ზუსტად მანდ გაუჭირდა მე დებრუინი კი ბატონო იგონებდა მის რაღაცას გენიალურ პასებს, რამდენიმე კარგი პასი ჰქონდა, თუმცა ნუ მილანელებმა ჩაუჭრეს, მაგრამ მეორე ტაიმში უფრო რაღაცას დაემსგავსა ნაპოლის თამაში. უბრალოდ მანდ პრობლემა იყო ის, რომ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში გაიყვანა კონტემ დებრუინი. ნუ დებრუინის პასებს ცენტრიდან ჭრიდნენ ძი. ძირითადად მოდრიჩი ჭრიდა. გამოიყვანა ლანგი და ნერეში, ანუ ერთ-ერთზე ძლიერი ვინგერები, რომლებიც ცენტრში და შემოსულყვნენ და დაერქვა. ნერეში ჰქონდა 1-2. ბოლოს. ხო, ერთი მოდრიჩი მაგრამ თავი არტყა და რაღაც და მე ის გამიკვირდა ეს, ანუ გაცვით რაღაც მარიანუჩი შესუსი რა და ეს მარიანუჩი საერთოდ თავიდან მეგონა რომ მილანისკენ იყო აშკარად. ისე თამაშობდა. არ გაეკარნენ იმას. მეორე გოლს. ხო, ანუ ვესმის რომ ლიგაზე პირველი თამაში წააგო, ხო, ეგრე კომენტატორმა, ანუ ეგრე თქვა სეტანტას კომენტატორმა, რომ მარიანუჩი არ არისო ლიგის განაცხადში. ბლოკება, იმიტომ არის ლიგა გუში, რომ ანუ ვესმის რომ პირველი თამაში წააგო, მაგრამ რავი, 8 თამაშია ლიგაზე და ეს მაინც ახლა ჩემპიონობისთვის ლიგაზე თორე არ მოიგოს. ხო, აი ეგეც. არა, მაგრამ ნუ მესმის რომ გასვლას მნიშვნელობა აქვს და რაღაცა ფინანსური თვალსაზრისით და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რავი, 8 თამაშია ხახი, მე არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ არ მგონია ნაპოლის რაღაც ისეთი კალენდარი ქონდეს რომ 22 გუნდში ვერ შევიდეს ახლა. ხო, აი, ანუ ამ თამაშის იქ რო ორი თამაში ითამაშოს პლეიოფი, ეგ არ უნდა ვითომ და 8 კაცში უნდა გასულა. ნუ ახლა კონტემ რო 4 გუნდიდან ვერ გადიოდა კონტე 2-ში და ხო, რა ვიცი, ეხა მოუნდა კონტეს ჩემპიონთა ლიგის მოგება თან ნაპოლი, რა ვიცი, ძალიან მეეჭვება. ხო, ანუ ძალიან უცნაურად პრეს-კონფერენცია ნახეთ? არა. დებრუინი ხო გაიყვანა, დებრუინი გავიდა ძალიან უკმაყოფილო. ხო ნახე. და ხელიც არ ჩამოართვა მე მგონი, იმიტომ რომ ძალიან უკმაყოფილო გავიდა. მე რა თქმა უნდა კონტერის კონტეა რომ თავის ეგოზე არ მოხვედრო და ეს ყველაფერი და პრეს-კონფერენციაზე დაჯდა თუ არა პირველ რიგში თქვა რომ მე ყველა გადაწყვეტილებას სწორი მივიღეო ამ თამაშის განმავლობაში. ერთი რა თქმა უნდა ეხებოდა დებრუინს და მეორე ეხებოდა იმ მარიანუჩის რა. მარიანუჩი არისო ჩვენი გუნდის წევრი და მისი თამაში აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ჩემიზეთ არ იყო სწორი არისო ხო? ახლა როცა რაჰმანი არ ყავს, ბონჟორნო არ ყავდა, ოლივეირა არ ყავდა, სპინაცოლა არ ყავდა და სკამზე ყავს ბეუკემა და კიდე ვიღაცა მეხუთე თუ მეექვსე კაცი მოკყავს, თან მე მგონი კი არა დებიუტი ქონდა საერთოდ ნაპოლში. დებიუტი თან ეგრევე მესამე წუთზე ხო მაგაც გაიქცა პოლიშიჩი და გოლი გავიდა. მე ეგრევე ცუდ პასს აკეთებს, მე ეგრევე რაბიოს აქცევს. თან ეს ხდება რაღაც 1 წუთის ფარგლებში და ანუ ტიპი აშკარად ვერ მიხვდა რა სად იყო. მომენტი იყო ფოფანამ რო ვერ გაიტანა. ეგეც მარიანუჩის ადგილიდან მოხდა. ერთი ნუ გასაგებია რომ წნელი დაიცავს თავის ფეხბურთელს, მაგრამ არა, კონტე არ მარიანუჩის დაცვა. კონტე არ დაიცავს, აი ზუსტად ეგ არ მქონდა ეგ ნაწილი ნანახი, უბრალოდ დებრუინი რო გისგავს ეგ წავიკითხე და აი კონტეს ვერ ვიტან მაგიტო. იუვენტუსში რამდენი ხანი ყავდათ, ხო, მაშინ უფრო გახსოვს. ოდესმე გახსოვს რომ კონტეს ეთქვას ესეთი რაღაც რომ მე დაუშვი შეცდომა გუნდმა კარგად თამაშა, მაგრამ მე დაუშვი. არა, ნუ ეგოს მხრივ ხო ეგ არის. არ მაურინიოს ეგ 9-ას ჯერნა. რა, რომ მე დაუშვი შეცდომაო. შემიძლია ეხლა აქ კი და შემიძლია ინტერვიუები ჩაგიყარო. საჯმა დაუშვა, საჯმა დაუშვა. ამინდრო შემატკიორმა. ეს ვიღაცამ. არა, ანუ ბევრჯერ აქ ნათქვამი თავის თავზე და არასოდეს მაურინიო ფეხბურთელზე ბევრჯერ აქ ნათქვამი. არა, ფეხბურთელზე მე მახსოვს. ანუ კონტე სულ ფეხბურთელებს აბრალებს. ანუ მაგას ვერ ხვდები, როგორ შეიძლება საკუთარი ფეხბურთელი დაადანაშაულო. მე სლოტმაცო დაადანაშაულო ახლა. სლოტმაცო დაადანაშაულო და გამოიქცა. ეს დაადანაშაულება. ეს სულ იმას აბრალებს, მოთამაშეებს მართლა საჯს დააბრალე რაღაცა
მინდვრის საფარს დააბრალე. აი მაგას ვერ ხვდები როგორ შეიძლება თოწუნებული ხო ეგ მოუვიდოს მე ძალიან კარგად ვხედავ რომ კონტე და დე ბრუინს ან თუ ნაპოლის ოდნავ უფრო გაუჭირდება ამათი კონფლიქტი კიდევ უფრო გაგრძელდება და მე ძალიან კარგად ვხედავ როგორ გარბის აქედან დე ბრუინი რა საერთოდ არ გამოვრიცხავ მაგას შევიფარებთ დიდი სიხარულით მე საერთოდ გაბრაზებული ვარ იუვენტუსის ხელმძღვანელობაზე რომ როდესაც მოდრიჩი და დე ბრუინი მოდიან იტალიაში მოდრიჩზე შანსი არ იყო მაგრამ დე ბრუინზე იყო ხო ნუ რატომაც არა მოდრიჩი წავიდა საყვარელი ხო ეგ გასაგებია და იგივე დე ბრუინი რა და მე რო გამოდიხარ და მე რო იწყება სეზონი და ჩემი გუნდი ამ შემთხვევაში კოპ მაინერსის და ლოკატელის იმედად არის და იქი დე ბრუინი თამაშობს აი ეს კომანები თავი არ ვისაუბროთ რა ახლა არ ვისაუბროთ და აი ხვალ გიორგი მიქაუტაძე უფრო სწორად გიორგი მიქაუტაძე სხვათა შორის იუვენტუს ხვდება და იმედია ეს 4 გაიტანს ნახოთ ხო ლიგის გეწყინება მიქაუტაძე 5 გოლი რო გაიტანა რა თქმა უნდა მეწყინება ხა დეგენერატი ხო არ ვარ იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ და თუ 6-5 მოვიგებთ მაგ თამაშს არ მეწყინება მაგრამ იუვენტუსმა რო ისე 4-3-ები ამ სეზონში ჩვევია ზოგ-ზოგ ერთების გუნდებთან და არ გამოვრიცხავ მაგას. ხო, ეგ კიდევ ერთ სავარაუდო მძიმე თამაში იქნება, იმიტომ რომ ვილიარეალი მძიმე გუნდია და იუვენტუსიც რაღაცა ბოლო ორ თამაში კი არა და ბოლო ორ თამაში იტალიაში დამძიმებულია ვერონასთან და ატალანტასთან. დავაანონსებთ იმას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვისაუბრებთ, ხუთშაბათს გვაქვს ჩაწერა და პარასკევს დავდებთ. სტუმარი ყავს, ხო? რა, კი, თუ რა თავში მეხი არ დაეცა. ოკეი. ხო, ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, ყველა იცნობთ და არც ისე საინტერესო. ბარსელონას გულშემატკივრები განსაკუთრებით კარგად იცნობთ. იმედი გვაქვს, რომ ეგ რაც ჩაფიქრებული გვაქვს მოხდება. და ხო, მე გეტყვით, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გამოყვეთ სხვა სოციალურ ქსელში, ყველაფრის ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ მარტივად მიაგნოთ და ფენტეზიზე თუ გსურს თუ არა და შეგვიძლია დავასრულოთ. ფენტეზიზე სად არის? სად არის იმედია არ გავთიშე. უნდა კი არა და შემოგვიერთდეთ ფენტეზის ლიგებში, როგორც ჩემპიონთა ლიგის, ისე პრემიერ ლიგის. კოდები იქნება აღწერაში. მე ჩვენ თამაშობთ აქტიურად და თუ ვინმე აპირებთ უახლოეს მომავალში wild card-ის გაკეთებას, კრისტალ პალასის მოთამაშეები დაიმატეთ, განსაკუთრებით მცველები, ლაკროა და გეჰი არა გეჰს არ აქვს ისეთი ის გულებს ვერ წერს რიჩარდსი უფრო წერს ან მუნიოსი მაგრამ ლაკროას ფასმა მომატება დაიწყო სენესი მოიმატა ყველაზე მეტად სეზონის დაწყებიდან იმიტომ რომ ბორნმუთი მაგარი გუნდია კი და თან ბორნმუთ ძალიან ცოტა მოთამაშე სყავდა ბორნმუთის მცველები აყვანელი იმიტომ რომ ხო ყველა წავიდა ზაბარნი ჰიუსენი კერკესი და ყველა ელოდებოდა მეც მათ შორის რომ რახადნოით როგორი თქმება საეთეროდ ეგ იქნება კარი ალბათ ყველა რომ გადის მარტივად ხო ანუ ეგ არ მოხდა ჰალანდი ვისაც არ ყავთ ვიზიარებ ნაინანტილად მე ვიყავი ეგეთი და სასტრაფოდ გავაკეთე ეგ ტრანსფერი ამას წინათ და ფოდენს გირჩევთ აუცილებლად ფოდენი შედის ფორმაში და გირჩევთ კი ფოდენი ძალიან სემენიო თუ არ ყავთ ჩემსავით ეგეც ისეთია იმიტომ რომ სემენიო ძალიან კარგია ხო აი ეხლა გეტყვით სტატისტიკას ირაკლი რევლიშულს ხო არ იცნობთ რომელიმე ეგ არის ჩვენი ფენტეზის ლიდერი ამ მომენტისთვის ჩვენი გუნდის კი არა და ლიგის სტატისტიკა შემდეგ Golden State Warriors სავარაუდოდ Golden State Warriors 30 ქვია ალბათ Steph Curry-ის პონჩი 30 არ ვიცი ირაკლი რეველიშვილი გამოგვეხმაუროს მოკლედ პირველ ადგილზეა ჩვენს ფენტეზიში ხო შემდეგ 7 ტურში ექსპერტები თუ გადახედავ ექსპერტები ვარაუდობენ რომ ყველაზე მეტ გოლს აიღებს გაიკვირდებათ და ჰალანდი მეორეზე კიდევ უფრო გაიკვირდებათ და სალაჰი ქულებს შორის ერთია სხვაობა და მესამე ადგილზე არის სემენიო. ხო, სემენიო რომელიც ახსენე. სემენიოც, ნუ აქ ვოტკინსიც წერია და გიოკერეშიც, მაგრამ მცველებიდან გაბრიელს აქვს ყველაზე გაბრიელს, ხო? კი, გაბრიელს აქვს ყველაზე მაღალი ვარაუდი ქულების და მეორე ადგილზეა ტიმბერი. ნახევარ მცველებსაც ვიტყვიბარემ. თუ რატო გაჭედა სალაჰი, სემენიო, ბრუნო, საკა და ფოდენი. და მე-6-ე გაიკვირდებათ და სობოსლაია ეს მეც გამიკვირდა რას აკეთებს აქ. მაგარი სეზონი აქვს სობოსლაის და არა ისეთ ხო, რა ვიცი. კარგი. მადლობა მინდა გითხრათ იმ ადამიანებს, ვინც აქამდე გვიყურა. მინდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და
პრინციპში დიდად არ მოგანატრებთ თავს, იმიტომ რომ ბრუნდებით სულ რამდენიმე დღეში მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგით. დროებით.